აქ უკვე ვისაუბრებთ იმ ბალანსებზე, რაღაც რენდომ საიტიდან მაქვს აღებული იმ ბალანსის ფოტო, ჩემით რო არ მეხაზა და არ მეწვალა და დიდი ყურადღება არ მიაქციოთ რა, არც ეს საიტი არის არაფერი და რა ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს ავტორს აქ რა უწერია ვიღაცას. იმ ბალანსი არის სამი სანთლის კომბინაცია, საიდანაც პირველსა და მესამე სანთელს შორის იქმნება სივრცე თავისუფალი, სადაც შვეული ერთი მხრივი მოძრაობაა დაფიქსირებული მეორე სანთელში. კიდევ ერთხელ, პირველ სანთელის მაქსიმუმს და მესამე სანთელის მინიმუმს შორის არის სივრცე, რომელიც შევსებულია ერთმხრივ მიმართული სანთლით, მაგრამ ეს შევსება არის მაინც დაცარიელებული, იმიტომ რომ აქ მეორე მხარის ორდერები გვაკლია. ანუ თუ გვყავს მყიდველები, გამყიდველები გვაკლია ამ მოძრაობაში, იმიტომ რომ ფასი ისე სწრაფად გაიზარდა, რომ ვიღაცამ გაყიდვა ვერ შეძლო. ან ყიდვა დამოკიდებულია კონტექსტზე. აქაც იგივე, VR სანთელზე მინიმუმსა და მაქსიმუმს შორის პირველი და მესამე სანთლების არის მოქცეული თავისუფალი სივრცე, რომელიც შევსებულია მეორე შვეულად მიმართული სანთლით. გრაფიკზე ეს გამოიყურება ასეთნაირად. პირველი სანთელი, მეორე და მესამე სანთელი. ამათ შორის სივრცეს ალბათ თქვენ თვითონაც ხედავთ. ეხლა შეკითხვა. აი ამ სამ სანთელს შორის 1, 2 და 3. ამათ შორის რამე სიცარიელეს ხედავთ? არ არის ამ სამ სანთელს შორის, არც აქ არის და აი ამ სამ სანთელს შორის კი უკვე სიცარიელე გვაქვს. აი აქ და აი აქ თუ გავავლებთ ხას, აი ეს შუალედი არის ჩვენი სიცარიელე. და მოდი რომ მიეჩვიოთ თვალსაჩინოდ კარგად, ფუნქციაში შედით ხოლმე და რექტანგლის ფუნქციით დახატეთ იმ ბალანსი, რომ აღიქვათ რა. აი როგორც ხედავთ, აგერ აქ გვაქვს სიცარიელე. მაქსიმუმს და მინიმუმს შორის, მინიმუმს და მაქსიმუმს შორის, აქაც იგივე. სანთლის მინიმუმს და სანთლის მაქსიმუმს შორის. მოდი კიდევ ერთხელ, მინიმუმი აი ამ სანთლის, მაქსიმუმი აი ამ სანთლის. თუ კი გრაფიკზე გადახვალთ და ამას გადახედავთ სტრატეგიულად და ანალოგიურ მაგალითზე გამოიყენებთ, აი ამ იმბალანსებს აღმოაჩენთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით. წინა სანთლის მინიმუმი და მესამე სანთლის მაქსიმუმი არ უნდა იკვეთებოდეს. ანუ მე რო ხაზებს აი აქ ესე გავავლებ, მინიმუმისა და მაქსიმუმის წერტილები არ უნდა იკვეთებოდეს. კიდევ ერთი მინიმუმის წერტილი, ეს კი მაქსიმუმის წერტილია. არ იკვეთება. ესე იგი აქ მაქვს იმბალანსი. всё, ეს არის თქვენი იმბალანსი. არაფერი რთული ამაში არ არის, თვალის გაწაფვა უნდა ივარჯიშოთ და წარსულზე განიხილოთ. ამ იმბალანსებს თავისი განსაზღვრება აქვს და მუშაობა აქვს. კონკრეტულად იმბალანსი რას აკეთებს, ამას უცებ გეტყვით ამ ვიდეოში. როგორც ხედავთ, აგერ აი ამ იმბალანსს მაგალითად მარკეტს ქონდა ამ იმბალანსზე რეაქცია და როდესაც აი ამ იმბალანსს შეეხო, მერე დაეცა. ნახეთ რა მხელა მოძრაობა მოხდა ამ წერტილის მერე. ანუ მთელი ეს პერიოდი რა. მთელი აი ეს პერიოდი. ფასი ეცემოდა დაბლა. ამ იმბალანსში შეხების შედეგად. მაგალითად ამ იმბალანსს ფასი საერთოდ არ შეეხო. აი ამ იმბალანსს კიდე. იმის მაგივრად რომ ამ იმბალანსში შეხების შედეგად ფასი დაცემული იყო, ფასი პირიქით გაიზარდა და გაარღვია ეს იმბალანსი. ამას თავისი კონტექსტი და სცენარი აქვს რა რატო ხდება და ცალ-ცალკე, რასაც მე ამ კურსში გასწავლით, არაფერი არ მუშაობს. უნდა აღმოაჩინოთ თქვენი სტრატეგია ჭირდება ამას და თქვენი მიდგომა. ამაზე კიდე უშუალოდ მომავალში ვილაპარაკებთ და უფასო mentorship-ში ძირითადად იქნება საბაჭრო ატრიბუტები. აი ეს ინფორმაცია რაც ახლა ვახარისხებ, კონკრეტულად ვიდეოებს ვიღებ. 3 წუთიანი ვიდეოებია თუ 5 წუთიანი, არ ვიცი რამდენიანი იქნება, ამ ვიდეოს გადაღებისას არ გადამწყვეტია, მაგრამ საკმაოდ რთულია და საკმაოდ საწვალებელია ამ ყველაფრის ისე გაკეთება, რომ თქვენთვის ზუსტად გადმოგცეთ რა. და ესეც, რასაც ახლა აქ ნახულობთ, საკმაოდ დიდი ინფორმაცია და დაღეჭილი სტრუქტურა არის იმისა თუ როგორ გაიყვალოთ გზა ტრეიდინგში. და ამ ყველაფერს დაჭირდება შრომა. არ გეგონოთ, რომ ჩემ ვიდეოს უყურებთ და ეგრევე ფულს გააკეთებთ რა. ჩემ ვიდეოს უყურებთ და გზას მოიჭრით მაგაც. აი მოკლე გზით წახვალთ. მაგრამ გზის ბოლომდე ამ ვიდეოებით ვერ მიხვალთ. მაგას ცოტა კიდე სხვა რაღაცეები ჭირდება. სულ ეს იყო იმბალანსზე და ვფიქრობ ძალიან მარტივია, უნდა აღიქვათ რა და უნდა ნახოთ. თუ არა ინტერნეტშიც დასერჩავთ და FVG-ზე რო ჩაწეროთ რა არის FVG-ო, სხვასთანაც ისეთი ინფორმაციაა ეს, რომ სხვასაც სწორად ედება. მაგრამ მაინც გირჩევთ, რომ ჩემი ვიდეოთი ნახოთ, ბარემ ჩემ mentorship-ს თუ გადიხართ, ტვინი აღარ აერიოთ სხვისი ინფორმაციებით რა.